ერთ ძალიან უმნიშვნელოვანი საკითხზე ვისაუბრო, თქვენ იცით რომ მართლა რაღაცნაირად მართლა დაიწყო რა ეს კომისია შეიქმნა, ფასებთან დაკავშირებული ამბავის დაიწყო ხო, რომ ეს ფასები გაიაფთ ეს რაღაცა რა, ანუ ისი თქმა მინდა ხო, რომ ეს არ არის მარტო ეს ჩვენი პრობლემაც არის რა, იმე აი ბიზნესმენების ამბავი მააკვირვებს ძალიან რა, თვითონ ბიზნესმენების რა, ანუ აი ხო თქვენზე ხო ძალიან ბევრი რაღაცა არის დამოკიდებული რა. აი მენტალიტეტში მაინც რაღაცნაირად აიცით რა რაღაც თითქოს აი აქვია იმას რა რაღაც თითქოს რა ვიცი თითქოს ყველაფერი შეიძლება ისე იყოს რომ ნორმალურად ხო შენი ქვეყნისთვის შენი ხალხისთვის თუ ასე ფიქრობ რომ შენი ქვეყანა შენი ოჯახია ეგეთ რაღაცებს არ უნდა კადრულობდე რომ ამ ხელა ფასებს არ უნდა ადებდე იმას რომ მე ეხა არ არის ეს ხელისუფლება რომ შემოგივარდეს გარეკეტოს აგართვას წამოგართვას შენ თვითონ უნდა მიხვდე იმას რომ არაადეკვატური ფასი გიდევს რა ну დააკლო ამას რა ეგოთ ამ მენტალიტეტით სადამდეც ვიცხოვრებთ ხო არაფერი არ გამოეს მარტო ბიზნესმენებს არ ეხება ხო არ შეიძლება მომხოჭელობის მენტალიტეტით ვიცხოვროთ ავიცი რა უკვე 30 წელია რა თუ არ გავითავისებთ იმას რომ ოჯახია ეს მთლიანად და ოჯახის ბიუჯეტიდან იპარავ ამ ყველაფერს ხო და ოჯახის მოგებიდან იპარავ და შენი ოჯახის წევრების ჯიბიდან იპარავ ამ ყველაფერს ხო არაფერი არ გამოვა რა მარტო შენ თავზე თუ იქნები ორიენტირებული რა როგორ გამოიტენო ჯიბეები რა ეს არ არის რომ აი ხელისუფლებამ დაიწყო ბრძოლა და დაგვანახა კომისია შექმნა იქ ერთი რაღაცა იქ მეორე რაღაცა ხო ამა თავის თავზე ჩვენ თავზე არაფერი არ გვინდა რომ ჩავიხედოთ და ჩვენ თავში ვეძებოთ ისა დირე და სხვის თვალში გვინდა რომ ის დამცეცევი ამოვიღოთ რა